აი ამ ახალ სივრცეში ეს გადაიტანო აქ საუბარია იმაზე რომ მათ შორის გარკვეული ადაპტაცია საჭიროა იმდენად რამდენადაც ეს პოლიტიკა მათ შორის ტრამპის ევრაზიული პოლიტიკაც ეხა ყალიბდება ხო გასაგებია რომ ისინი აღიქვამენ ჩინეთს მთავარ მოწინააღმდეგედ თუმცა როგორი იქნება მასთან კონკრეტულად კონფრონტაციის კონტურები განსაკუთრებით ევრაზიაში ჯერ კიდევ გამოკვეთილი არ არის ხო ჩვენ ვნახეთ რომ აი ახლო აღმოსავლეთში რაღაცნაირი მნიშვნელოვანი გადალაგებები მოხდა ხო სირიაში განსაკუთრებით იქ ირანის დასუსტების კუთხით და ასე შემდეგ ხო ეხა უკრაინის ომის დასრულება არ დასრულება მოიტანს რა თქმა უნდა გარკვეულ გადალაგებას ამ ხრივ ჩვენ ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი გვჭირდება აი ამაზე ადაპტაცია და ისეთი ასე ვთქვათ ხელისუფლება და არა რეჟიმი რომელიც პირადი ინტერესების ნაცვლად იმოქმედებს ჩვენი მართლა ეროვნული ინტერესებით და ჩვენი მართლა ეროვნული ინტერესები ვერ იქნება მათი ხედვა რომ მათი ხედვა არის რომ ევრაზიაში უნდა ბატონობდნენ ევრაზიული ავტოკრატიები ძალიან მარტივად რა ისინი აქაურ ბატონებად აღიქვავენ მარტო რუსეთს ჩინეთს ხო ანუ მათ ვერ წარმოუდგენიათ რომ ევრაზიაში ევრაზიული ავტოკრატიების გარდა რამე შეიძლება ბატონობდეს ხო მაშინ როდესაც აი ის განზომილება რაც ჩვენ თქვით ხო და რამაც შეიძლება ამერიკის ინტერესი აქ შეინარჩუნოს ევრაზიისადმი მისი განგრძობადი ინტერესიდან გამომდინარე ამის სრულ იგნორირებას აკეთებენ ხო სრულ იგნორირებას აკეთებენ ჩვენი ეროვნული ინტერესების აზიანოდ რატომ იმიტომ რომ თვითონ არ შეეძლებათ ისეთივე ტიპის ძალაუფლების ქონა შეერთებული შტატების ინტერესის პირობებში აქ როგორი ძალაუფლების ქონაც შეუძლიათ აი როდესაც რაღაცა ადგილობრივი წარმომადგენლები არიან აქ ევრაზიული ავტოკრატიების ხო რაღაც ადგილობრივი რაღაც პატარა მინი ბატონები მინი დემოკრატიას ბატონები ხო ხა ჩვენ რეალურად რას ვხედავთ ხო რომ იმ იზოლაციის პირობებში კიდევ და უფრო ისუსტებენ საკუთარ თავს კიდევ და კიდევ უფრო დამოკიდებული ხდებიან ამ ავტოკრატიებზე და უწევთ აი რეგიონულ ავტოკრატიებზე მიბმაც კი ხო ანუ ისინი ალიევთან დადიან პრაქტიკულად როგორც რაღაც ლოკალური ვასალები ხო ანუ ლოკალური ვასალები არიან ისინი გარკვეულწილად ალიევი არა მხოლოდ რუსების არამედ ალიევის ძალიან აგრესიული სიმბოლური ფოტო იყო რა ანუ ალიევი თანასწორად არ უყურებს არა აბსოლუტურად არ უყურებს ალიევი მათ თანასწორად ხო ალიევი უყურებს მათ ზემოდან იმიტომ რომ მას კარგად იცის რომ ლეგიტიმაცია არ აქვს აქ აბსოლუტურად ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის ამ ბალანს განსაზღვრავდა ის რომ მას თუ ქონდათ ნავთობი ფული და თურქეთი ჩვენ ქონდა ამერიკასთან კონტაქტები და ქონდა ის რომ ვიყავით აი ამ სამყაროს ნაწილი და კონტაქტპერსონა ვიყავით ალიევისთვის მაგალითად ევროპელებთან და ამერიკელებთან სალაპარაკოთ ხო მას როცა ურთიერთობების დათმობა ჭირდებოდა და ახლა ჩვენ ამ ძალის გარეშე დავჭით და მისი ძალა გაიზარდა ხო ხარ სუსტი მეზობელი ლეგიტიმაციის პრობლემები რომელიც მოდის შენთან ბევრ ამაზე სამათხოვროდ დაწყებული ლეგიტიმაციის მათხოვრობიდან და მასთან კონტაქტის მათხოვრობიდან დამთავრებული შეიძლება გემათხოვრებოდეს რაღაც იმ ავტორიტარული კონტროლის ტექნიკებზე იმიტომ რომ შიგნით რეალურად პროტესტები შენ წერდი კიდეც პოტენციურად კიდევ უფრო სხვა დახმარების თხოვნაზე თუმცა კი ბატონო აზერბაიჯანისგან ხო ასევე აქ არის ხმებთან დაკავშირებით ხო ეთნიკური უმცირესობის რეგიონებში სადაც ასევე რაღაცა ხაზი გაეშვა საბოლოოდ იმას რომ ალიევს იქ სიტყვა ეთქმის რაღაცა აქ რო ადამიანებს იტაცებენ ხოლმე ეგეც არ დაგვავიწყდეს რომ ალიევს მიართვან არა ეგეც ადამიანის უფლებების კლიენტელისტურ ურთიერთობას ასახავს უკვე კაი ხანია მათსა და ალიევს შორის ხო ანუ ალიევი დაავალებს ესენი იტაცებენ ადამიანებს და გადასცემენ მას ხო ანუ კარგი ხანია გარეჯე საქართველოს კამპანია
მადლიანია ტრაგიკული რომ არ ყოფილიყო კიდევ უფრო როგორი კომიკური აბსოლუტურად არა თუ კომიკური, არამედ აბსოლუტურად ესე იგი არც ერთხელ რამდენი ვიზიტი განხორციელდა, რამდენი ორმხრივი შეხვედრა შედგა. საერთოდ დღის წესრიგში ვერ აყენებენ ამ ფორმალურადაც კი ვერ ახერხებენ, რომ თავის სამომრჩევას მაინც ანახონ, რომ ჩვენ ამ საკითხს საერთოდ რაღაც პედალირებას ვახდენთ და ვუბედავთ ალიევს, ან თუნდაც რაღაც რიგით მეათე წარმომადგენელს ალიევის, რომ ამ საკითხზე დაველაპარაკოთ. აბსოლუტურად გაყინული პროცესი, რომელიც სხვა შორის ამათ პირობებში გაიყიდა. ყველა სუდი რა არის, იცით, რომ ისინი ამბობენ, რომ აი მსოფლიოში დიდი გეოპოლიტიკური ძვრებია, ამ გეოპოლიტიკურ ძვრებს თქვენ რაღაც ისეთი პოზიციიდან, დასავლეთის უკრიტიკო პოზიციიდან უყურებთ. არა, პირიქით, ხო, ანუ რაც აქვს საუბრობდით, ეს არ არის დასავლეთის უკრიტიკო პოზიცია, ხო, პირიქით. უნდა გავიაზროთ, რომ დასავლეთში ხდება მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, გადალაგება, ძალიან ბევრი რამის, მიდგომის, პოლიტიკის ასე შემდეგ, თუმცა ჩვენთვის აქ ძალიან მნიშვნელოვანი რა არის, ხო, ანუ მათ აქვთ ხელი ჩაქნეული იმაზე მათთვის, აი იმდენად არიან აი რუსული ჩარჩოთი, ხო, რომ აი ეს ეგრეთ წოდებული მულტიპოლარული სამყაროს რუსული ჩარჩოთი, რომ ამერიკის ჰეგემონია დასრულდა, ევრაზიაში ახლა აქ მუდმივად ევრაზიული ავტოკრატიები არიან, მოდი ჩვენ უნდა დავიკიდოთ ეს ჩვენი ამდენხნიანი სწრაფვა დასავლური ცივილიზაციისთვის და უნდა შევეგუოთ. ევროპა მაინც სუსტია, ესე უყურებენ. ევროპა სუსტია, მაგრამ შეერთებული შტატები სუსტი არ არის. შეერთებული შტატები არ ჩამოუწერია არავის ჯერჯერობით გლობალურ დონეზე და ამ შეერთებულ შტატებთან ჩვენ გქონდა ათწლეულების მანძილზე სიმწრით აწყობილი სტრატეგიული პარტნიორობის ინფრასტრუქტურა, რომელიც ამათ მოშალეს საბოლოოდ და გაანადგურეს. ხო, ამაზე არის საუბარი.